გასრავათ ერთი წუთით რა. ეს რა იყო კაცო? აქეთ გადართე PSG-ს უყურე? იქით გადართე ბარსას უყურე? აქეთ გადმორთე რეალს უყურე? თან იქ ფლეშ სკორი ამოწმე? ამათ კი ეს თვალები ძმაო რა. მოგესალმებით მეგობრებო, დამთავრდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი, ეგრეთ წოდებული ლიგის ფაზა. მამარდას ლივერპული გავიდა პირველ ადგილზე, ჩემი ბარსა გავიდა მეორეზე, რეალი და ბაიერნი 8 გუნდში ვერ მოხვდნენ. გამიარა თვალებმა. ხო, ძალიან მაგარი ფორმატია ძმაო. ძალიან. ხო, აი ამ პირველი ეტაპის შემდეგ რა შემიძლია ვთქვა? როგორც სპორტ შოუს წამყვანი ვიტყვირო, უკვე ერთხელ აღნიშნე და გავმეორდები, ძალიან მაგარი ფორმატია. როგორც ქართველი ვიტყვი ვილოცავ PSG-ს პლეი-ოფში გასვლას, როგორც დილის წამყვანი 53 წლის კაცი დილის 5 საათზე რო ვიღვიძებ, ვიტყვი რომ ამ იუვენტუსმა როდის უნდა გაიღვიძოს. როგორც ექიმი ვიტყვი, გვარდიოლა მიხედე ნერვებს. წადი კარგი ფსიქოთერაპევტი მოძებნე, შენ გაგ ღრმა დეპრესია, რეაქტიული ნევროზი და აკვიატებული იდეები. ხო, რა ვიცი ძმაო, შენ თამაშზე დღეში იყავი, რა ვიცი, შეიძლება მაობლიტირებელი ენდარტერიტიც გაქვს, რა ვიცი. ხო, აქვე ამ ფორმატის მიხედვით რეალის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან სელტიკი ან მანჩესტერ სიტი. ნუ ეხლა რეალი იღბლიანი გუნდია, ყოველთვის უმართლებს და ალბათ უფრო სუსტი შეხვდება მანჩესტერ სიტი. ასევე გაირკვა, რომ პარის სენ-ჟერმენს მე-16 ფინალში ეყოლება ფრანგული გუნდი მეტოქეთ, ესე იგი ან ბრესტი, ან მონაკო. კაცო, მიხარო და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს პლეი-ოფიდან თქო და ისევ ლიგა 1-ის თამაში უწევს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ ბომბარდირთა დავას 9 გოლით და 2 ასისტით ლიდერობს არც კილიან მბაპე, არც ჰარი კეინი, არც ერლინგ ჰალანდი, კირასი, სოი. გადავიდეთ სხვა თემებზე. გადავიდეთ სხვა თემებზე. ბარსელონამ გასულ უქმეებზე 7-1 მოუგო ვალენსიას. რას დავაკვირდი იცი? ეს ბარსა კაცო ამ სეზონში ძალიან მაგარ მეკარეებს უფრო მეტ გოლს უტანს, ვიდრე შედარებით სუსტ მეკარეებს. აი დააკვირდით, ნოიერს 4 გაუტანა, კურტუას 5, მამარდას 7. ხო, ანუ რაც უფრო მაგარია მეკარე, მეც უტანენ ეს ჩემისები რა. აი დარწმუნებული ვარ, დღეს რომ ლივერპულს შეხვდნენ, 2-ზე მეც ვერ გაუტანენ. დღეს რო შეხვდნენ. ნეიმარი მშობლიურ სანტოსში გადავიდა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ალ-ჰილალში სულ 7 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა, რაშიც 150 მილიონი აიღო. რა ვიცი ძმაო, არაბები ასე ჯვაროსნული ომების მერე არ გაუძარცვავს არავის. მაგრამ ახლა მე რა ვთქვა? ნეიმარ ალ-ჰილალი იყოს შენზე ეგ მაყუთი ძმაო. სხვათა შორის ნეიმარმა კაცურად მოიქცა ბოლო თვეში ხელფასი არ აუღია ალ-ჰილალში. ხო, რა ვიცი, მაგის დედავატირე, წაგეყვანეთ მე და ბოლო თვეს კი არა 11 თვისას არ ავიღებდი. პირველი თვისას ავიღებდი, 11 თვისას არ ავიღებდი და დედას გეფიცები 1 გოლს მეც გავიტანე. და ბოლოს დიდი ალბათობით ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე ისევ ვოლკანოვსკი იქნება და ეს რემატჩი აპრილში მაიამიში გაიმართებაო. აი ვფიქრობ და
არანაირი ინტრიგა, ვერანაირი ინტრიგას ვერ ვხედავ ამ ბრძოლაში. არა აქვს ამ ბრძოლას არანაირი ინტრიგა. ილია გამოვა ისევ დესპერადოს მუსიკით, ისევ წითელი შორტი ეცმევა, ისევ დაანოკაუტებს ამ ვოლკანოვსკის, ისევ ასე აღნიშნავს. ხო? ბოლოს ვარცაც დააგდებს. ერთადერთი საინტერესო არის მესი დაესწრება თუ არა ამ ბრძოლას. სხვა ყველაფერი იქნება დეჟა ვიუ. დეჟა ვიუ. აგერ თქვენ და აგერ მე. თქვენ კი გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი პანამის არხი, კიდევ ერთხელ გეტყვით, სალამ ამერიკას მიუერთებია. იქ ამას ყველაფერს ხო ნახავთ, სპორტის ყველა სახეობას და კიდე ნახავთ მე-9 კლასელი გელაია კორძაძე როგორ კოცნაობდა გოგოებთან. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. და ასევე მოგახსენებთ, რომ ჩვენი აქტიური და ერთგული მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა. სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. მოკლედ, ასეთი სიახლე გვაქვს რატი გრძელიშვილმა გინესის რეკორდი დაამყარა. გაინტერესებთ ალბათ რაში, ხო? მან 1 წუთის განმავლობაში ჰოკეის შაიბის 91 ჯერ აკენწვა მოახერხა. ხო და არ გაინტერესებთ აქამდე არსებული რეკორდი რამდენი იყო? ხო შეიძლება 89 იყო და 91. 90 იყო და 91. 41 იყო რეკორდი აქამდე. 40, ანუ ორჯერ უფრო მეტად გააუმჯობესა ეს არსებული რეკორდი. ახლა მოდი მოვიპატიჟოთ რატი სტუდიაში და ყველაფერი მოვაყოლოთ მას თვითონ. ეაუ, რამდენი რამე მოგიტანია. ხელის ჩამოსართმევი ადგილი. გამოითავისუფლე და ნელ-ნელა ახლა მანახე ჯერ ეს ნანახი მაქვს. კი ბატონო. ეს მარიო ლემიეს ხელმოწერით მაქვს. მაგითი ვერ გამაკვირვებ. ეს მანახე რა არის? The most flips of a hockey puck in 1 minute is 91. And those actually by Rati Grzeliშვილი in Kutaisi, Georgia, 29 ჯუნი 2024. Officially amazing. განახეთ ბატონო. აბა, რომელი კამერა იღებს ჩვენთან გინესის რეკორდებს? აჰა, შეხედეთ. მეც რო გამოვჩდეთ, ასე. ბატონო. ეს ხო, შაიბა მანახე? აგერ შაიბა. შაიბაც მაქვს ისივისი ხელმოწერით. აბა. ვლადისლავ ტრეწიაკი გაგიგია შენ? როგორ არა? ხო, აი მაგის ხელმოწერით მაქვს შაიბა, მაგრამ ის ჩემი რაღაც უფრო მძიმეა. მაშინ ცოტა მძიმეები იყო ალბათ. ანუ ტრეწიაკის დრო მძიმე იყო და ეხლა კი, ცოტა დაამჩატეს ახლა. დაამჩატეს. შენ იმას გახსოვს იმაში NHL-ში კაი პრაქტიკა იყო, ჩიპს როდებდნენ შიგნით. კი. და ტელევიზორში რო ისე ჩანდა რა, მაგრამ მაგან არ გამართა. არ გამართა, არა, 2 სეზონი იყო სულ არც კი. ხალხმა ეგ საერთოდ არ მოიწონა. ხო, 2 სეზონიც კი არ იყო, რეგულარულში იყო და პლეი-ოფში ამოიღეს, თუ სწორად მახსოვს. კი. კარგი, მე ამ ხნის კაცი ვარ და ჰოკეიში რო რეკორდის დამყარებელი საქართველოში მენახოს ნამდვილად არ მახსენდება. მოგვიყევი ხა, რატო გაგიჩნდა ამის იდეა ზოგადად და ანუ რა რეკორდია ხა დაახლოებით უკვე იცი ჩვენ მაყურებელმა, მაგრამ როგორ განახორციელე? კი ბატონო, ანუ პირველად, რა ვიცი, შეულებრივი დღე იყო და გავიღვიძე და გადავწყვიტე ცოტა განსხვავებულად დამეწყლა დღე. აი სხვადასხვა დღეებში მაგალითად დილით მივდიოდი უნივერსიტეტში, იქ დავდიოდი რაღაცებს ვაკეთებდი. ეს ქუთაისში ხდება? კი, ქუთაისში ხდება ყველაფერი. ხო. მაგრამ გადავწყვიტე ერთი დღით გავეცე უნივერსიტეტი და ჩავთე კომპიუტერი რა. და რაღაც შემთხვევით Google-ში ამომიგდო გინესის რეკორდების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რაღაც ძალიან მაღალი კაცი იყო რა. 1-2 მეტრაზე დიდი იყო რა. და იმ მაღალი კაცის გვერდზე იყო ძალიან დაბალი ქალი რა. ასევე გინესის რეკორდი. ხო, გინესის რეკორდები, ყველაზე დაბალი, ყველაზე მაღალი. აჰა. ხო, რა ვიცი ახლა მე გადავედი რა გინესის რეკორდების სიბაზე და ოთახში შემოდის ჩემი ძმაც რა. შემოდის ჩემი ძმა ჰოკეის ჯოხით და შაიბით. აჰა. ხო და ეს ყველაფერი ახლა რომ მოხდა, რავი, ყველაფერი დაირია და დავაკავშირა ერთმანეთთან. ჰოკეის შაიბა, ჰოკეის ჯოხი, გინესი და აი გადავწყვიტე, რავი, უცბად დავარტყა თავში, რომ მოდი რამეს ვნახავ ისეც, რომ ჩემს სპორტს დაუკავშირო ეს გინესის რეკორდსმენობა თქვა. ხო და გადავწყვიტე შევსულეყავი search bar-ში რა, ჩავწერე
რავი, აის ჰოკი ჩავწერე რა, ადვილად ჩავწერე, ინგლისურად ჩავწერე და ჩამოგდო რაღაც ჩამონათვალები, სხვადასხვა ისინი იყო და ერთ-ერთ ველში იყო the most ice hockey puck juggles in 1 minute by S&S კანადელი ვიღაც იყო ეგ. კანადელს მოუგე ბიჭო, ოჩახში. კანადელი ვიღაც იყო და მგონი 2 წლის წინ იყო 2022-ში გააკეთა. ეგ რეკორდი 2022-ში მოხსნა და რავი, მე იქ აპლიკაციაში რო გაწევრიანებული ყავი, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევდა და მომიწევდა ყველაფერს გაკეთება მარტო რა. რავი, დავეხვალა ჩემი ინგლისურის ცოდნა და ცოტა საკუთარი мотиваციაც რა. ხო. და რა ვიცი, შევავში აპლიკაციები, შევყარე ხალხი იქით, აქით, რა ვიცი, და საბოლოოდ ერთი თვის შემდეგ გაგზავნიდან მომდის პასუხი, რომ გილოცავთ, თქვენ შეგიძლიათ ამ რეკორდის ის რა ქვია, დამყარებაო რა. ანუ უფლება მომცეს, რომ დამემყარებინო. აჰა. გაძლევთ უფლებასო. ხო, უფლება მომცეს. მერე გამომიგზავნეს იგი ჩამონათვალი რა უნდა გამეკეთებია, როგორ უნდა გამეკეთებია, სად და ვინ უნდა მომეყვანა და მეთქი რა თვი ამდენ რაღაცა თქვა და მაგრამ მერე მაინც დაუბრუნდი რა. დაუბრუნდი რეკორდის მოხსაზე ფიქს და ესე იგი გამომიგზავნეს რაღაც 5-6 ფურცლიანი რაღაც დიდი ჩამონათვალები იყო იქ ყველაფერი, რომ აი ეს ადამიანი უნდა მოიყვანო, არ უნდა იცნობდეო, რავი, შენთან ურთიერთობა არ უნდა ქონოდაო, ქუთაის, ანუ შენი ქალაქიდან არ უნდა იყოსო რა. მაგრამ ახლა ქერჯოლიდან შეიძლებოდა? რა ვიცი მე. ხო და გადავწყვიტე ერთ-ერთი ორგანიზაცია არის და ის ორგანიზაცია დავეხმარა, რომ შემეკრიბა ისეთი ადამიანები, ვისაც არ ვიცნობდი. ხო. ახლა დადგა დღე ამ გადაღების რა. და ეს ამ რაღაცას რო ვაკეთებდი, აუდროთ არავისთვის არ მithქვია. არც ოჯახში მithქვია, არავისთვის არ მithქვია. თუმცა ოჯახის წევრებს იცნობ. კი. ხო. კი, ოჯახში. ლოგიკურად. კი. ოჯახში ჩვეულებრივად ვართ, მაგრამ არავისთვის არ მithქვია, რადგან ვიფიქრე, რომ აი რო არ გამომსვლო და მე აი ცოტა ბლატაობა გამომივიდო და რომ გინეს იმას ვაკეთებ თქო. ო, რაღაცა. რა თვიდო და ახლა მაგიდა. ადგინა ახლა ჩვენ ტყილა ბლატაობა ერთი რა თვიდოდა და უთხარი მხოლოდ ჩემს ბაკაცს, ბავშვობის ბაკაცს უთხარი, ისიც იმ პირობით, რომ აი არავის არ ეტყვი, შენ წამახვალ ჩემთან ერთად გადასაღება თქო. ანუ პრაქტიკულად ვინ არისში მიიღე მონაწილეობა. ხო, ვინ არის, კი. ჩუმად მივედი, ჩუმად წამოვედი, მარტო მაგაც უთხარი. კი. ხო. ეგრე იყო ზუსტად და რავი, გადაღების დროს ახლა ქუთაისის იქ გადავიღეთ, რა ქვია, პარკში გადავიღეთ, ქუთაისის ახალგაზრდობის პარკი არის, იქ სკეით პარკი და დადიან ახლა ხალხი მიყურებენ, გაკურებულები მოდიან, რა შვები, რა საკეთებ თქო და ზოგი იგი იყო, ზოგი უცხოელი იყო, რა ვიცი. ზოგი აგი. ხო, აგი იგი და უხსენი ახლა სულ ყველასთან ცოტა დაძაბულობაც იყო რა. ერთი 6-7 ადამიანი იყო, ვისაც არ ვიცნობდი. ესე იგი 2 იყო გადამღები, 2 იყო დროის მცვლელი, 2 იყო სურათის გადამღები. გასაგებია. ხო, ეგ რა გამოვიდა. შენ რადიო რეპორტაჟი არისო? არა. ხო. და გამოვიდა, გააკეთე მოკლედ. 92 ჯერ. თავიდან ვერ გავაკეთე. ვერ გააკეთე. სულ ცადე 6 ჯერ. ანუ რამდენჯერაც მინდოდა და იმდენჯერ შევიდა. რეკორდის მოხსნა. ხო, 6 ჯერ. მე 6 ჯერ გამოგივიდა. კი. არა, მე 7 ჯერ. მე 7 ჯერ გამოვიდა. მე 7 ჯერ. პირველზე, ხო? ხო ვიცოდი, ახლა 41 რო იყო. ხო და რა ვიცოდი. ხო, ფიქრობდი ახლა 41-ს კი გავაკეთე, მაგრამ ცოტა რო ავსწრე კიდე სხვა ვერ მომიხსავს თქო და ეთქი 60-მდე ავათქვა და დამივარდა 39-ს. ხო. ხელები არ ჩამიქრებია ჯერ აბას, მაგრამ მეორეზე თლა დამივარდა 3-ზე. რას ლაპარაკობ? ხო. ქარი იყო ცოტა თუ არა მე არ გამომაგებია. არი იყო თან შაიბა ხომ სუბუქია. ხო. და ბოლოს მე-6-ზე ხო ავედი 79-ს, მაგრამ იყო დარჩენილი 1-15 წამი. და ახლა ჩემთვის რო გადავხარშე, ვიფიქრე ეს 15 წამი, კიდე რო გამოვიყერო. რატო დავკარგო? ხო, რატო დავკარგო? ხო და მეთქი კიდე ერთხელ ვცდი თქვა. ხო. ცადე და კი ავიღე 91. მაგრამ 91 კი არის, 94 იყო. მაგრამ იმგერა დამაკლეს 3. დამპლები მაგენი. როგორ დაგაკლეს რა? რა ვიცი. მაიმუნები მაგენი.
შენ ვიცი რა მითხარი? ეს ქუთაისი ჩახუტების და სითბოს ქალაქია და ეყინულის სანახები. რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია ესე. ბავშვობიდან მან დავდიო რა, 15 წელია უკვე მე მგონი თუ მე. ბავშვობიდან ყინული ნახე? კი, ყინული ნახე. თავიდან ისე ფიგურულზე დავდიოდი. 2 წელი ვარ ფიგურულ სრიალზე დადიოდი. ფიგურულ სრიალზე. რას ლაპარაკობ? აკეთებ იმე? თლახამ ასე იგი არა ვარ მაგარი რა. აი იმას რა ქვია იმას ტრაინოი თუ ლუპ გაგიკეთებია? ტრაინოი არა. დვაინოი? დვაინოი ვიქცევი. მაგაზე ვიქცევი. მა წეროებს ვაკეთე. აკეთებ. კი. ესე როტრიალებენ და ესე როშვებიან? ვერ. ესე ფეხებს უკან? მაგას გოგოები აკეთებენ, მაგრამ ჩვენი გოგოები შენ აკეთებ თუ არა? მე რას ვაკეთებ? გოგოები რას აკეთებენ? არა. ხო, რატო გამოხვედი ფიგურული სრიალიდან? მაგას რო ვერ აკეთებდი? თუ წარედე ეცი? არა, კაცო, რა ის მაგას ვერ ვაკეთე. მაგი ისე რომ მე ვარჯიშა მაგასე გავაკეთე. გააკეთებდი, ისეთი რაღაც გააკეთე, მაგას როგორ ვერ გააკეთებდი? ხო რა, ხო და ისა. ერთ დღეს მივდივარ იმაზე, რა ქვია, ვარჯიშს ფიგურულს. ხო და მოდის ჩემთან ერთად ვარჯიშზე ვიღაცა ბიჭი, ჰოკეის ფორმაში იყო გამოწყობილი ახლა, ეგი და მოგეწონა ჰოკეის. ხო და თან ის ბაბაჩებს ვიყავდი ახლა იმაზე, რა ქვია, თაბაშზე და დაინახეო ეგერო იგიო ჰოკეის ფორმა როაციო არ გინდა შენც როცადო? ხო და მე ახლა დამაინტერესა კიდე შევყევი იმის და დავინახე ძალიან მაგრა თავაშობდე, იქ ვარჯიშობდე, იგი და მეთქი რაღა მინდა ახლა იქ თქვა ფიგურულ სრიალზე იმ გოგოებში ვიყავი 20 გოგო იყო ერთი ვიყავი მე ბიჭი დამსდევდნენ მე სულ 64-ში ყოფილიყავ შეგაცემის რა კლუშკა აგიტყდა მაგ დროს ვერ ვიაზებდი ახლა მაგ დროს ხო და ასე შევედი ჰოკეიზე რა ვიარე ესე იგი 20 გოგოს დამსახურებაა რომ შენ ჰოკეისტი გამოხდი კი 20 გოგოს დამსახურე. მეზობლები, ნათესავები, ქუთაისელები არ გეუნებიან რა ის ჰოკეი ბიძია წადი საქმეს მიხედეო? კი, რამდენჯერმე კაცო, მაგრე რაღაც, რა ვიცი. სულ ყველა მეუნება თითქმის. იმიტომ რომ ქართველებისთვის ხო, მაგ სპორტი არის ეგზოტიკური. აჰა. ეგზოტიკურია, კი. საკმაოდ ეგზოტიკურია. გეთახვევი. მაგრამ ნელ-ნელა ხო, ახლა მე რო ვაკვირდები. თლაჩქარა არ მოდის, მაგრამ ნელ-ნელა მოდის. ცოტა წინა პლანზე ამოდის, როგორც რაგბი იყო, რამდენიმე წლის წინ იყო რა. ეგრე იყო რაგბიც. საქართველოში ეგრე იგი არ იყო რა. ხო და რა ვიცი ახლა. დამოუკიდებელი საქართველოს უფრო პოპულარული გახდა, კი ბატონო, გეთანხმები. და საერთოდ საქართველოში ხო, ჰოკეის ისტორია იწყება 1960 წლიდან. კი, პირველი მერცხალი რო გააკეთეს გუნდი, კი ბატონო. ბაკურიანში იყო თაბაში. კი, და თვითონ საკავშირო ჩემპიონატზე ეთამაშა. კი. სხვათა შორის ტარასოვი იყო ასეთი ძალიან მაგარი მსმენელი. ვლადიმირი ხო იყო, მეგონი. ტარასოვი, ხო, ტარასოვი იყო CSKA-ს მსმენელი იყო, საბჭოთა კავშირში, აი ეს პირველი საბჭოთა კავშირის ნაკრების სოფლიო ჩემპიონი რო გახდა, ის ამბობდა რომ იმდენად ქართულ ხასიათში ზისო, ჰოკეიო, რომ აუცილებლად გუნდი უნდა გააკეთოთ, მაგრამ გააკეთეს, მაგრამ არ იმუშავა. ანუ ვერ მიიღო, ან არასწორად მიყიდეს ქართველ გულშემატკივარს, არასწორად შეფუთეს, აქ ბევრი რაღაც შეიძლება. სად ვარჯიშობ ამ ქუთაისში? ქუთაისში ვარ. მაინტერესებს ძალიან. ხო, ქუთაისში გვაქვს მოედანი, ყინულის მოედანი ქვია, წყალტუბოს გადასახვევით. ყინულის მოედანი ქვია თუ არის რეალურად ყინული? ყინული არის. და ქვია. არის. ხო, ახლა მე არ მიგვირს, სადაც ახლა ქუთაისში უწყლო აუზში ცურვას ასწავლიან, ახლა ხო შეიძლება ჰოკეიც უყინულოდ გასწავლონ. კი. ხო, მაგრამ არის, წყალტუბოს გადასახვევთან. წყალტუბოს გადასახვევთან. მოდით, გასცრილებთ რა. დათვები ქვია თქვენ გუნდს? კი, თეთრი დათვები ვარ ჩვენ ქუთაისის. ქუთაისის თეთრი დათვები და ვის ეთამაშებით? თბილისს ვეთამაშებით, ბაკურიანს და ბათუმს. 4 გუნდია. 4 გუნდი ვარ საქართველოს. და სულ ყველას აქვს თავის მოედანი? თუ ყველა თქვენთან ჩამოდის? აუ, ჩვენთან რო ჩამოდიოდნენ? ჩვენ არ გვაქვს მაგრიანი მოედანი, რო ჩამოვიდნენ. აჰა. ჩვენ გვაქვს პატარა მოედანი. მარტო სავარჯიშო. სავარჯიშო მოედანი. ცალკარას თამაშობთ ხოლმე. სტოპიატი არის ჰოკეიში? ამასე პატარა არა. ჰოკეიში სტოპიატი არის? არა. სტოსემი არის, ოღონდ სტოსემი. დაახლოებით არის მაგრიანი. დაახლოებით არის. ისე შეძახილები როგორია ხოლმე, როგორ ხომაგობენ? დათვები, თეთრი დათვები? რა ვიცი, ახ მე სიმართლე რო გითხრათ, ახ ჰოკეისტები საერთოდ რო ვართ მოედანზე, არაფერი არ გვესმის. არაფერი. რატო, არავინ არ ესწრება თუ? არა, კაცო, მაგას კი არ გეუბნებით. მაგალითად ახლა წველი რო გვიყვირის იქიდან, ხო? ჩვენ არ გვესმის, იმიტომ რომ ჩვენ წვირი ვართ იქ. უყვირი ვართ ერთმანეთს. ხო და რომელ ყვირის მოусმინოთ ახლა და რა ვიცი.
ხო, თეთრი დათვები კარგია, მაგრამ ნახე ქართულ გუნდს ჰოკეისი, ცოტა ისეთი აი ცივი ყანწი მაგალითად. ჰა? შეიძლება, რა ვიცი. გაყინული გელა კორძაძე. კლუბი როა, გაყინული გელა კორძაძე, ასე რომ ხომაგობენ. გაყინული გელა კორძაძე. და ის რო გაქვთ, რა ქვია, გუნდის ემბლემა ოთხკუთხედ ყინულში გელა კორძაძე. შეიძლება, ვიფიქრეთ. და ოღონდ სათვალე ზემოდან ადევს. ანუ სათვალე არ არის ჩატნეული. გელა კორძაძეა ჩატნეული და სათვალე აბა წავიდა გაყინული გელა კორძაძე. გაყინული გელა კორძაძეები. ხო არის დათვები, გაყინული გელა კორძაძეები. კი ბატონო. და აქ იმაზე გახატიათ დიდი სათვალე ესეთი. კი. და ქვემოთ სიტყვა ახლა ასე წერია. არ არის მაგარი? საკმაოდ კაი იდეა. ძალიან მაგარია. ნაკრებში ხარ ჯერ თუ არა? არა. ცველი ხარ თუ თავდამსხმელი? მარჯვენა თავდასხმა. მარჯვენა გარემარბი ხარ, მარჯვენა ვარ, მემარცხენე ვარ. მარჯვენა გარემარბი ცაცია, გამოდის ჰოკეის მესი. ოცნებობ NHL-ში თამაშზე? როგორ არა? NHL-ში, KHL-ში, CHL-ში, AHL-ში არ ითამაშებდი? როგორ არა, გას დამიძახო და მე წავალ. ევროპაშიც რა, ბუნდესლიგას არ ითამაშებდი? ან შვედეთის ჩემპიონატს, ფინეთის ჩემპიონატს, ავსტრიას აქვს კარგი ლიგა ძალიან, შვეიცარიას კარგი ლიგა, არანაირი პრობლემა არ არის. დაუძახეთ თქვენ კიდე. რა იყო რა? გაუძახეთ ბავშვს. ვის ხომაგობ იქ NHL-ში? თვითონ ადამიანს თუ გუნდს? გუნდს. Oilers. Edmonton Oilers. Edmonton Oilers, მაგრამ მარტო მაგას არა. კიდე ვინ მოგწონს შენ? Boston Bruins-ი და პინგვინები. პინგვინები აჰა, ძლივს ჩემი. აგერა. პინგვინები, მე პინგვინები და დეტროიტი. მე. Detroit Wings ძალიან მაგარი არის. იყო მაგარი თუ არა, ეხარა ის მაგარია. არა. მაგარი იყო ძალიან. პიროვნებას თვითონ ჰოკეის. ახლა Oilers-ი თუ ხარ, გრეცკი უნდა იყოს წესით. გრეცკი მაგდევიდი იცი? ეხა მაგდევიდი ხარ, ასლაბარაკო, მაგდევიდი იციო, მე გვიდე და გულის. მაგდევიდიც ვიცი, ნიუჯეთ ჰოპკინსიც ვიცი, ლეო დრაიზაიტლიც ვიცი. და ნერსიც ვიცი და ევანდერ კეინიც ვიცი. ჰიუჯისიც ვიცი და ოვეჩკინი ეს უკვე ვაშინგტონია ძმა. მეთქი ჩავჭრი თქვა. ეს უკვე ვაშინგტონია, კაცო. ბრუინში ვინ გევასება? ბრედ მარშანდი თუ დავით პასტერნაკი უფრო? უფრო პასტრანაკი. პასტერნაკი. კაცი. მაგათ კიდე კრეიჩი ყავდათ მაგარი 88. 88. ეს 88 ვარ და მაგით. მართლა? 88 კიდე ვინ არის? 88 აი. ჩიკაგოში. პატრიკ კეინი. და კიდე ვინ იყო მაგარი 88 ნომერი? მაღალი რო იყო. იგი. ერიკ ლინდროსი. აუ მაგი არ ვიცი. ერიკ ლინდროსი. ხო. შენ იცი რომ გინესთან მეც მაქვს ძალიან ახლო შეხება. აბა. ოღონდ ჩემი გინესი თხევადია, შავია და ცოტას ათრობს. რამდენია რეკორდი? ჩემი პირადი. ხო. 8 კათხა. გინესი მძიმე დასალევია. თან მე არ ვარ დიდად ლუდის მოყვარული, მაგრამ გინესი მიყვარს. ასე რომ აწი რომ მოხვალთ ხოლმე შეგიძლიათ მოიტანოთ თითო კილა არაფერი. მოდი ახლა მე და შენ ვეცადოთ და კომბინირებული რეკორდი დავამყაროთ. ერთად გავიდეთ რეკორდზე, შენ აკენწლე და მე ამასობაში ჰოკეის გუნდებს ჩამოვთვლი. კი ბატონო. მოგლეთ, ვეცდები, თან მე სწრაფად კი არ ვიტყვი. ნელ-ნელა წავუყვები, თან რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული, მაგას წინასწარ არ გეტყვი. წავიდა. Edmonton Oilers-ი, Vancouver Canucks-ი, Winnipeg Jets-ი, Calgary Flames-ი, Ottawa Senators-ი, Toronto Maple Leafs-ი, ყოჩახ, ჩამოვიდეთ ქვემოთ ახლა, New York Islanders-ი, New York Rangers-ი, Boston Bruins-ი, Pittsburgh Penguins-ი, Philadelphia Flyers-ი, Detroit Red Wings-ი, Colorado Avalanche-ი, Utah ახალი გუნდია, Seattle, ესეც შედარებით ახალი გუნდია, გააგრძელე, Seattle შედარებით ახალი გუნდია, მერე Colorado, Carolina Hurricanes-ი, Florida Panthers-ი, Tampa Bay Lightning-ი, შენ ხარ ჩემი ბატონი, წავიდეთ სადა მერე Anaheim Mighty Ducks-ი, დაგივარდა? არა. Anaheim Mighty Ducks-ი, კაი, Colorado ვთქვით, ვინ დაგვრჩა? ძველ კლუბებსაც გეტყვი, Hartford Whalers-ი მაგალითად, Winnipeg Jets-ი ძველი,
კვებეკ ნორდიქსი, მონრეალ კანადიენსი შემონახული მქონდა, დააგდე. აი ასე. რამდენი იყო? ახლა შევთავარი რა არის აქ მე ჩაფიქრებული რა მქონდა. ხო. რომელ კლუბზეც დავარდებოდა, იმ კლუბში ითამაშებ, მონრეალ კანადიენში გადადიხარ. გადავა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო რატი გძალიშვილი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.